ისეთი სპიკერები და ამ შემთხვევაში პაპუაშვილი არის სწორედ ამ ხაზის გამტარებელი, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებიან, ანუ ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ, ეს სპიკერები ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგი იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში შემოვიდეს დასავლური ინვესტიცია, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ინვესტიცია, ამის წინააღმდეგი იქნებიან, იმიტომ რომ ეს ინვესტიცია ნიშნავს თავისუფლებას, ეს ინვესტიციები ნიშნავს უსაფრთხოებას, ეს ინვესტიციები ნიშნავს ქართული ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას. მათი ამოცანა პაპუაშვილების და მსგავსების არის ქვეყანა დაუბრუნდეს საბჭოთა პერიოდს, როდესაც არის შეზღუდული სიტყვის თავისუფლება, როდესაც ქვეყანა არის პრაქტიკულად სუვერენიტეტ დაკარგული, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირია ქვეყანაში, როდესაც არის სრულად იზოლირებული ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად. ეს არის პაპუაშვილის და მისის მსგავსების ამოცანა. ეს ამ ამოცანას ვერაძლევს შეასრულებს ქართული ოცნება და შესაბამისად ეს განცხადებები სწორედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ქართული ხალხი ამბობს. დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება ემსახურება ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს.